დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით და დადგა ის დღე, რომელსაც ბევრი ადამიანი ელოდა და მათ შორის მეც. დღეს სტუმრად გყავს CF Motos 450 MT და ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ, რომ რა თქმა უნდა, ჩემი არხის პარტნიორი კომპანია არის Helmetarium და დღეს ვათამაშებთ Helmetarium-ის 100 ლარიან ვაუჩერს, რომელიც საკმაოდ უყე ვაუჩერია. მინდა გითხრათ, ორი ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას გადაიგლისავს სახეზე. იმისთვის რომ თქვენ გახდეთ ამ 100 ლარიანი ვაუჩერის მფლობელი, სულ რაღაც 3 რამ არის გასაკეთებელი. უნდა გქონდეთ ჩემი YouTube არხი გამოწერილი აუცილებლად, უნდა გადახვიდეთ Helmetarium-ის Instagram გვერდზე და აუცილებლად მათი გვერდის გამოიწეროთ და ამ ვიდეოს ქვეშ დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი. შემდეგ კვირას ლაივში გავალთ ჩემს Instagram-ზე და რენდომაიზერის საშუალებით ამ ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარებიდან ავარჩევ ერთ ადამიანს, რომელიც ხდება ამ 100 ლარიანი ვაუჩერის მფლობელი. ყველას წარმატებები და წავედით. მოკეთ, დღეს პირდაპირ მოტოციკლეტიდან ვიწყებთ ამბავს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც დავაკვირდი, თქვენ არ გიყვართ ხოლმე ეს სტატიკური კადრები, სადაც გავარ და რაღაცებს ვლაპარაკობ და ასე შემდეგ და დღეს ძალიან მაგარი მარშრუტი ავარჩიე, მოტოციკლეტის შესაბამისი გვყავს და წესი და რიგი ძალიან კომფორტულად და ჯიგრულად ჩავსისინდებით და ჩამოსისინდებით და ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე, კონკრეტულად რაში გამოდგება ეს მოტოციკლეტი, ვისთვის არის, რა ემოციების მიღება შეიძლება ამ მოტოსგან და ასე შემდეგ. Been around for a long, long year. Stole many a man's soul of faith. I was around when Jesus Christ had his moment of doubt and pain. Made damn sure the pilot washed his hands and sealed his fate. Pleased to meet you. Hope you guess my პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან, რომ არავინ არ გითხრათ, რომ რახან ამ მოტოციკლს 450-იანი ძრავი აქვს, არის კუანა და ვირდადის, ან რამეში ვერ გაგისწორებს, იმიტომ რომ ანუ შოქში ვარ, მართლა შოქში ვარ რა. ეს მოტოციკლეტი აი მართლა ვიძახი, არის ჩემი აღმოჩენა ადვენჩერების კლასში რა. ანუ ჯერ ტიპი ისეთი მჩატეა, წონა ვაფშე არ იგზნობა, აი პროსტა როგორი მჩატეა, როგორ ავხსნა არ ვიცი. აი იმენა ბუმბულია რა, აი ვაფშე ვერ გზნობ ფეხებს შორის ეხლა რაღაცა მაქვს, აი საერთოდ. ეს მოტო როგორც ვიცი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ღირს სადღაც $5,500 რომ მიხვიდე მაღაზიაში, აი სულ ახალი რო იყიდო რა. თუ სწორად მახსოვს, ოღონდ შეიძლება მეშლება, არ ვიცი, მაგრამ სადღაც მაგ რეინჯში ტრიალეს მოკეთ რა, ძალიან ბევრით არ ამგონია ავსტენილიყავი. პროსტა უკონკურენტუარი მაგფაში გამორიცხულია ადვენჩერი რამე უკეთესი იყიდო, ანუ ამაზე უკეთეს რას იყიდი მე პროსტა არ ვიცი, ანუ ეს არის ერთ-ერთი მოტო, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვუზივარ და მაგრად მინდოდა რომ მეყიდა ჩემთვის რა. იმიტომ რომ ბიუჯეტურიც არის, რავით საკმაოდ ამტანი აქ იქიდან გამომდინარე, რავი ფორუმებზე რასაც კი გადავხედე, ყველა მაგრად დაქებს და რავი ოფროუდებზე და პროსტა ისეთ გზებზე აჯლიგინებენ ამ მოტოციკლეტს, რომ აი რავი რა, იმენა ტრაქში ასაც ქვია და კაროჩე ქაჩავს. ხო და აქვე ვიძახი, CF Moto Georgia, ეს მოტოციკლეტი მაჩუკეთ. ანუ იმენა მაჩუკეთ მეკუთვნის. ანუ ძალიან მაგარი მოტოა მართლა, აი არ ვიცი რა, სიტყვებით როგორ გადმოცე. მოგეთ, ჯერ ხო სიმაღლის პოზიცია, ნუ ჩემთვის ხა ცოტა მაღალია, იმიტომ რომ რეალურად ეხა ქარხნულად აყენია 820 მმ არის სიმაღლე და ჩემთვის ცოტა მაღალია. ანუ აი ფეხის წვერები და ოდნავ კიდე რა მიდევს ფეხი რა. ანუ ვერ ვიტყოდი რომ სუპერ კომფორტულია თქო, მაგრამ აქვს იმის საშუალება, რომ ამორტიზატორი დაწიო 20 მმ-ით, ანუ 2 სმ-ით რა. და ეს 2 სმ ძალიან დიდ ცხობობას იძლევა. ეხა უბრალოდ ეს მოტოციკლეტი რაღაც ჩემი არ არის. პროსტა აღარ დავიჩალიჩე და აღარ დავწიე, თორე ეს მოტო რო ჩამოვიყვანო 800 მმ-ზე, აუ რავი, ჩემთვის იქნება აი ზეიდეალური რა. ქალაქში საძრომიალოთაც ხო კაია, ძალიან ჩატე არის. გაბარიტებში არ არის რა, ძალიან დიდი. ვინც 1.80 და ზემოთ ხართ, საუკეთესო მოტოციკლეტი გიპოვეთ დასაწყებათაც.
და არა მარტო დასაწყებად, იმიტომ რომ ისეც მაგრა გაგისწორებთ რა. ნახე ბიჭო დაჟე ბულგარავს ვაიმე რა რბილია ჩემი არ გავგიჟდები და მოკეთ CF Moto დღითი დღე მაოცებს 5 და 5 ბიჭო $5,500 რა adventure-ს იყიდი ნუ გამაგიჟეთ ჩემ აი თამამად ვიძახი რა აფრიკაზეც ნაჯდომი ვარ BMW-ს 1250-ზე ნაჯდომი ვარ მაგრამ რა გავაკეთო ანუ ჩემთვის ხა ის უფრო კომფორტული და ჯიგარი მასტი არის ვიდრე ისენი რა იმათ პროსტა ერთადერთი რასაც მოვუწონებდი არის ძრავი რა პროსტა იმათ უფრო ჯანიანი ძრავი აქვს რა მაგრამ ანუ რავი რა არ არის ჩემი აზრით მე მგონი საჭირო ანუ ეს ძრავით საკმარისი არის იმიტომ რომ 120-140 ისე საკაიფოდ უჭირავს ძალიან ხოშიანად უბერავს მოკლედ შემიძლია ვთქვა adventure-ის კლასში მე ეს მოტო მინდა უეჭველი მინდა ცხელი გვაქვს დაახლოებით 45 ზუსტად არ მახსოვს დაგუგლეთ და ნახეთ მოკლედ მაგას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაგ ციფრებს პლუს მინუს გვაქვს ABS და traction-ი არაფერი განსაკუთრებული ისეთი პლუს აქ იმის გრიფსების გათბობაც გვაქვს როგორც შევამჩნიე უბრალოდ თავს ვერ დავდებ არ ვიცი ეს ქახულად მოყვება თუ დამატებითი ნავაროტკა ესე რო თქვა სხვა დანარჩენი რავი ძალიან ისე პრიმიტიულად არაფერი განსაკუთრებული ყველაფერი ძალიან ოკეი არის მოტოციკლები ვიზუალურად აი ფანტასტიკურად გამოიყურება ჩემთვის არის აი ზელამაზია რა აი ულამაზესი მოტოა მართლა 5.1 ლიტრს წვავს 100 კილომეტრზე ბიჭო ანუ სასწაული იმენა სასწაული კარგი დადიხარ და იმენა кайფობ რა Today is gonna be the day that they're gonna throw it back to you. By now you should have somehow realized what you gotta do. I don't believe that anybody feels the way I do about you now. აუ აქეთ არის იმენა 64 ბიჭო რა მაგრად გრილატო და როგორ შეიძლება აი ესეთი მოტოთი, აი ესე წამოხვიდე, აი ესეთ ბუნებაში და პროსტა ბედნიერი არისო რა. აი არ ვიცი ძმაო. აი ხო არსებობს რაღაცა ისეთი ძალიან ტოპ ბედნიერებები რა. მოტოციკლებით მოგზაურობა და განსაკუთრებით აი კაი adventure-ით რომ მიდიხარ სადმე. აუ რავი, ეგ არის ჩემთვის ალბათ. რავი, ტოპ 3-ში ერთ-ერთია რა. აი რაღაცა სასწაულია მოკლედ. ძალიან რთულია გადმოსცე ეს ემოცია, რასაც მართლა გძნობ რა, როცა ზიხარ. აი თუ არ დაჯექი, თუ არ შეიგრძენი ეს ყველაფერი, აი რავი რა. აი რაც არ უნდა ეხლა მე ვილაპარაკო, რაც არ უნდა კადრი ისე გადავიღო, რომ რაღაცა ყველანაირად, აი მაინც ბოლომდე ვერ იგრძნობ რა. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, ანუ კადრიდან ხო გძნობთ რა და ძალიან ბევრი წერთ ხოლმე, რომ აი შენი ვიდეოების ყურების დროს აი მენა შენთან ვართო რა ხო ხდები და ყველაფერს გძნობთო რა, მაგრამ აი დამიჯერეთ თქვენ რასაც გძნობთ ეგ არის მაქსიმუმ 30% რა. აი 100%-ით რო გახსნი მაგ ყველაფერს და შეიგრძნობ, რავი აი მანქანისკენ როგორ უნდა გაიხედოთო. აი გამორიცხულია პროსტა რა. CF Moto მიმენა გამაოცა მართლა. არ ველოდებოდი რომ CF Moto-სგან რაღაცა ისეც მივიღები და დარწმუნებული ვარ ჩემსავი ძალიან ბევრი არის და ძალიან ბევრი ფიქრობს რომ მე როგორც ფიქრობდი რომ CF Moto არის რაღაცა ჩინური და რაღაცა რავი რა ისეთია. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მარა ძმებოდო რა სიძა. მე ვარ გაოცებული და გაოგნებული. ხა ამ მოტოს კი აქვს 625 კილომეტრი სულ გარბენი ან ფაქტობრივად ახალია, მაგრამ არ ვიცი ხა მე რაღაცა უნდა მოიმატოს ვიბრაციები, მაგრამ ვიბრაციები აი ფაქტიურად არა აქვს მოტოს რა. ხა მე რო აფრიკაზე და GS-ის 1250-ზე ვიჯექი აუ რავი ძმაო ისინი ბევრად უფრო ვიბრირებს რა იმენა არ გამისწორდა რა აი არ მესიამუნა რა აფრიკა მაგრა ვიბრირებდა რა მართალია მე 2016-იანზე ვიჯექი ახლები არ ვიცი მაგრამ ის ბევრად უფრო ისეთია რა რაღაც ვიბრატორივითაა და ეს არის აი რაღაცა ოდნავ გიღიტინეს რომ პროსტა იგძნო რა რომ მოტოზე ზიხარ და რაღაცა ის გქონდეს რა ვაიბი ეხლა მოდი 2 წუთი შესვენება გავაკეთოთ თან მაგარ ადგილს განახეთ ძალიან ვინც არის ეს ადგილი ჩემთვის ერთ-ერთი ტოპ ადგილია მოგეთ ეს გამოიყურება ბიჭო ნახე რა ლამაზია შეხედეთო მეტი რაღა გინდა ნახე თან როგორი თხელი მასტი არის სითხე უნდა ავიღო უეჭველი თორე მე დავიბრიდები ხა გამარჯობა წყალი მინდა ერთი ისევ ისეთი გემრიელი ხაჭაპური გაქვთ თუ აღარ აკეთებთ ხაჭაპურს ისეთი გემრიელი ყოფილი შაბათ კვირას შაბათ კვირას კაი
მადლობა, აქ რომ მოხვიდე. ისეთი ხაჭაპური აქვთ, იმენა ხაჭაპურის უნახავს გაგხდის რა. აი რაღაცა სასწაულია, მოგეთ ამ ადგილის ლოკაციას აუცილებლად ჩავაგდებ და ამ გზაზე რო წამოხვალ, აუცილებლად შემოიარეთ. იმიტომ რომ რაღაცა ფანტასტიკა არის, აი იმენა ფანტასტიკა ადგილია, პროსტა შეხედე. Просто შეხედე ბიჭო, ახი აი მოდიხარ, აი ამ სილამაზეში და სიწყნარეში ჯდები და რავი, გინდა თქვენს საყვარელ გოგოებთან ერთად ამოდით, გინდა ძმაკაცებთან ერთად. რავი, მოგეთ, ვისთან ერთადაც გინდათ მოდით, იქნება ძალიან მაგარი რა. მოგეთ, ძალიან გამისწორდა ეს მოტო რა. აი როგორია, იცი იმენა უფრო შუალედია რა. დასაწყებათა ძალიან კაია და დაჟე აი ჩემნაირ გამოსცილ ტიპსაც, რომელსაც ბევრი მოტო ყოლია და კუბატურის კუთხითაც მიჩვეული ვარ ახლა მაღალ კუბატურებს, ანუ მეც კი მაგრად გამისწორდა რა. აი ოჯახი მინდა ამ მოტოს ყიდვა, დიდი ხანია თვალი მაქვს დადგმული. ხოდა რა ვიცი, ნახოთ რა. CF Moto Georgia, აქ ავარ. გენერალური სპონსორი არ მყავს ჯერ და რა ვიცი აბა. CF Moto Georgia-ს მიმართავ. მაჩუკეთ ეს მოტო. ძალიან მინდა რა. ძალიან კაი მოტო არის. აუ რას უზამდი ჩემ დავდუგავდი, დავასტიკერებდი, ძალიან ბევრ რაღაცას დავაყენებდი რა, იმენა ისეთ ვიძე მოვიყვანდი, რომ აი რავი რა, იქნებოდა სასწაული. დაჟე რუსაც კი შევცვლიდი, ენდუროს რენტალის რუს დავაყენებდი, ესეთი ის რა ქვია, ბალიში რა შუაში რა, კაროჩი. იმენა ზუსტად ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი 150 MT რა, დაჟე მაგასაც გადავიღებდი, თვითონ ეს ბილდის როგორ ვაწყობ და ასე შემდეგ რა. ჩემ აქვს თუ ეყოლება ბევრი სპონსორები და ასე შემდეგ. აუცილებლად ავიხდენ მაგ სურვილსაც. და მოგეთ წავედით, გადავინაცვლეთ ისევ მოტოციკლებზე. Please allow me to introduce myself. I'm a man of wealth and taste. I've been around for a long year. Stole many a man's soul of faith. I was around when Jesus Christ had his moment of doubt and pain. Made damn sure the pilot washed his hands and sealed his face. Pleased to meet you. Hope you guess my name. But what's puzzling you is the nature of my game. Stuck around St. Petersburg when I saw it was a time for a change. Killed the Tsar and his ministers. Anastasia screamed in vain. I rode a tank, held a generous rank when the blitzkrieg raged and the bodies stank. Pleased to meet you. Просто რა სილამაზია, იმენა სიგიჟია რა. ესეთ მოტოსა ფეიაჯობია რა. რა გადააჭერი, სადაც გინდა, როგორც გინდა, თან ჩატეა, ენა სუცა ყვერზეც კიდია. Why you kings and queens fought for 10 decades for the gods they made? I shouted out, who killed the Kennedys? ავედით. გაუყევით ისევ გზას. წინ კიდევ ბევრი სილამაზე გველოდება. ეს რა არის ჯერ იმის ნახევარიც არ დაწყებულა, რა სილამაზეებიც ჩვენ წინ გველოდება. ერთი რაც მინდა ვთქვა, წინა ტორმოზი არ მომწონს, ძალიან არ მომწონს და კიდევ უფრო რაც რომ მეც დავდივარ, მით უფრო არ მომწონს, მოკლედ წინა ტორმოზი და აუცილებლად რაღაც ამოსაფიქრებელი. სკამი საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ მე მაინც ალბათ თუ ჩემი იქნებოდა აუცილებლად კიდევ უფრო რამე კომფორტულ ბილსკამს დავაყენებდი, ანუ არ ვიცახი რომ არა კომფორტულია, მაგრამ აი ძალიან შაი მაგათი ხა აქედან თურქეთში რო წახვიდე, რაღაცა თავის როლს ითამაშეს მოკლედ რა, შეიძლება ცოტათი ტრაკი აგატკიოს რა, მაგრამ რავი ჯერჯერობით რაც გავიარეთ, სავსებით ოკეია, უბრალოდ კარგად ვანსხოვებ რა, ეხლა მე იქნა გამოდიან რომ ენდუროებიც ყოლია და ასე შემდეგ, უფრო წაუენდურო სკამებს, ცოტა ანუ ენდუროს ცოტა რბილი ვერსია არის, ესე ვიტყოდი. მაგრამ თვად ისეთი კომფორტული ვერ არის რა, როგორიც საჭიროა. ნახე ბიჭო, რა სილამაზე არის, გამოვშტერდები ეხლა თო. ერთადერთი რაც არის ეხლა ძრავზე, რაც კი გადავქექე, არავინ არ ემდურის ამ ძრავს რომ რამე ან პრობლემური არის, ან ფუჭებადია, ან ასე შემდეგ. მოკლედ შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩემგან 100%-იანი რეკომენდაცია ამ მოტოციკლეთს და აქვე ვაკონკრეტებ, რომ ეს მოტოციკლეთი მინდა, ძალიან მინდა. და CF Moto
ჯორჯია, კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს მოტოციკლეტი მაჩუქეთ. რამე ჩელენჯი გავაკეთოთ მაგალითად, თქვენ თუ გინდა მოტოციკლეტი გააძრეთ, მომეხმარეთ რომ მივიყვანო იმ კონდიციამდე, რა კონდიციამდე მინდა, რაც რეალურად არაფერი ისეთი არ დაждდება, რავი, ერთი თავი ბოლო გაწიე გამოწიე $500-600 ამბავია, ალბათ ვიზუალური მხარე რომ მივიყვანო იმ კონდიციამდე, რა კონდიციამდე მინდა და მოვაწყოთ თუ გინდა ჩელენჯი, სადაც რეალურად ამ მოტოციკლეტს, აი რავი, ყველაფერს უზამ, რაც კი შეიძლება თავისი ოფროუდები და ასე შემდეგ. ოღონდ ისე რა, არ მინდა რომ პლუს დავდუგო ისე რომ მაგალითად რო წამექცევა, არ მქონდეს იმის დარდი რომ აი მე ხა რაღაცა გაფუშდება და ასე შემდეგ. და აი მართლა მოვუწყო ბუხეში ისეთ ტესტ დრაივს რომ აი რავი რა, სახეს გავაცლი, რასაც ქვია და ნახოთ როგორი ბიჭია და როგორ გაართვეს თავს და რავი, ჩემი აზრით მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. უშუალოდ CF Motos გამძლეობასა და ასე შემდეგსაც გაუსმევს ხას ჩვეულებრივად და რეალურად გავიგებთ CF Motos ზოგადად ღირს თუ არა რომ ადამიანმა იყიდოს. ნუ მე შემიძლია ვთქვა რომ აი დღეს გადმოსახედიდან ეს მოტო ძალიან მომწონს მართლა. უბრალოდ მე რახან ხა ცოტა სიჩქარის მოყვარული ვარ და ასე შემდეგ, მაქვს რაღაც იდეები, როგორ შეიძლება ეს მოტო კიდევ უფრო ქარი გავხადოთ. თორქიც რომ მოუმატოთ ცოტა რომ გასართობიც იყოს და ემოციურადაც ანუ ეს ადრენალინის კუთხითაც ცოტა მოგვამარაგოს, ვილის გაკეთებაც შეძლოს და ასე შემდეგ. ეხლა რამოდენიმეჯერ ცადე, მაგრამ ეხლა მით უმეტეს ამით რა ქვია, ამ კვილანი ჩანსი არ არის რომ ამ ვილი გააკეთოს, გამორიცხულია. სულ რო თავი მოვიკლა, ეხლა ამას წურს ვერ ავაწევინებ. CF Moto Georgia-ს თავაზობ ეგეთ ჩელენჯს. არ ამგონია ერთი მოტოციკლეტის გამოყოფის პრობლემა იყოს, სათო შეგვიძლია საკმაოდ მასშტაბური პროექტი გავაკეთოთ. თავისი როგორ გავაძესკებთ მოტოციკლეტს და ასე შემდეგ, მე როგორ ვიხმართ და თავისი მთელი ამბებით. მოკლედ რა ვიცი, თუ დაინტერესდებით, მომმართეთ აუცილებლად. და მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნა იქნება ამ ვიდეოზე CF Moto Georgia-ს თუ დამითაგავთ. მივაწვინოთ ხმა, იქნებ დაინტერესდნენ და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება თუ გამოვიდა. იმიტომ რომ წარმოვიდგინე, მოტოციკლეტს გადავაკეთებთ, ჩემი გემოვნებით გემრიელად გავაკეთებთ ისე როგორც საჭიროა, ჯერ ხო ვიზუალურად ისე აზლამაზია და კიდევ უფრო ლამაზი და აგრესიული გახდება. პლუს მაგას ისეთ ამბებში გავატარებ ამ მოტოციკლეტს, რომ აი რავი რა, მაგას თუ გაუძლებს, ჩათვალე ყველაზე ესეთი მყარი პასპორტი ექნება ამ მოტოციკლეტს, რომ ადამიანი წავიდეს და იყიდოს რა. ჩემი აზრით მოკლედ საინტერესო იქნება, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. კომენტარებში დაწერეთ აუცილებლად რამდენად საინტერესოა თქვენთვის მსგავსი პროექტი. არა ხო ვიძახე ხა, ბევრ შეიძლება ეწყინოს, მაგრამ რა ვქნა რა, იმ აფრიკაზეც და GS-ს ბევრად, მაგრამ ეს მისწორდება ხა და რა გავაკეთო? ვინმეს მოსყიდული არ ვეგონო, ჩემი კარგი მოთხარ, მაგრამ აი მართლა თესლია და რა ვქნა ხა, ხო არ ვიტყვი ყლეობად. არა ერთხელ მithქვამს ბევრ ამაზე რომ მაგარი ყლეობაა და ეხა ამაზე მართლა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ძერსკი მოტო არის, ანუ იმენად რავი რა. ტიპი მით უმეტეს, აი ხა მაგალითად ვიღაცას უნდა დაწყება რა, არ ძალიან ფიცხი არ არის, ეს აი გას რო აძლევ, ანუ არ არის რა ფიცხი რა. პლავნად ისე გემრიელად ჩქარდება, დამწყებისაც ძალიან მაგარია, ვინც 1.80 და ზემოთ არის, ეხა ყოველთვის მაღალ ადამიანებს მაგრა უჭირთ ხოლმე მოტოციკლეტის არჩევა რა. აი ძმებო, იმენა ზედ გამოჩრილია რა, ჩატე ხოა, მანევრული ხოა. მაღალი ადამიანებისთვისაც ხო იმენა აი ესეთია. რავი, მეტი რაღა გინდა და პლუს კომფორტული არის, შეგიძლიათ დაუბერე სადაც გინდა რა. ტრექშენი აქვს, ABS-ი აქვს, მეტი რავი, ხა იდეაში მეტი არც არის, აფერი საჭირო. ერთადერთი ნუ კრუიზ კონტროლი რო ქონდეს, მაგრა გაასწორებ და არა სამწუხაროდ კრუიზ კონტროლი არ გვაქვს. არა, აი კრუიზ კონტროლი და ბიჭო, პროსტა ანუ გამოვყალავდები ბიჭო, ეხა შეხედე თბილისიდან რომ გამოვედი, ბენზინი ხო გავავსე? ანუ ბენზინი ისევ ისე დგას. ანუ დეტამოტყული არ წავს ეს მოტოციკლეტი? ანუ იმენა არ წავს. როგორც იყო, თლიან ბაქს რომ ანახებ და ზუსტად ისე მანახებს ეხაც თლიან ბაქს და რავი, ამაზე მეტი ბედნიერება რა გინდა თო? ბაჭი რამდენი გავიარეთ ეხა თბილისიდან, აი კონკრეტულად ამ ადგილამდე არის სადღაც 100 კილომეტრი, გრუბად რო ავიღოთ რა, 80-100 კილომეტრი და აუი ძმაო, არ უჩი რა, მაგარია. თიანეთის ცენტრამდეც ჩამოვედით. ვაფშე ასე მგონია რომ ეხა დავჯექი მოტოზე. ვაფშე არ მაქვს ის შეგრძნება რომ მოტოციკლეტზე ვზივარ უკვე სადღაც 1 საათი, აი ვაფშე არანაირი შეგრძნება არ მაქვს. მგონია რომ აი ეხა წყება ყველაფერი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მეგობრებო, რომ გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ მაგ დედამოტყულ ღილაკს, არაფერი არ უნდა ვაფშე, პროსტა დააჭირეთ, ანუ ერთი კნოპკა არის, აი ეს. გექნებათ არხი გამოწერილი, ჩემ ვიდეოს აღარ გამაზავთ. იმიტომ რომ რასაც უყურებ სტატისტიკაში, აბა შეხედე. 70% მიყურებს ისე რომ არხი არა გამოწერილი და რა მუღამია ეგრე არხის ყურებას პროსტა ვერ დავამუღამეთო და კიდე ისიც არ მესმის ხოლმე რა ვიდეო 3000, 4000, 5000, 10000 ნახვა და ლაიქი აქვს ხოლმე 300 და რა ბაზარია თო და პაუზე და ლაიქი გააგრძელე. ეს რა სითავხედია? ანუ თავხედურად სილამაზეა. Давай. Ой, იქით აფერი არ ყოფილა. იცი რა არის? ანუ დაუჯერებლად ჩატე არის რა. აი ნახე ხა სიმაღლე მჭედავს აქ რა. არა ზატო, გადმოხვალ, იმდენად ჩატეა. просто ამას ესე წკაპ გააგურებ, ისე რომ არ დაიღლები და просто გადააждები ისევ. აშო, ნახვი გოგი. The police shut us down, police shut us down, po shut us down. Don't stop, make it pop, DJ blow my speakers up tonight. I'ma fight till we see the sunlight. Tick tock on the clock, but the party don't stop. No. Don't stop, make it pop, DJ blow my speakers up tonight. I'ma fight till we see the sunlight. უკვე ბაზალეთის ტბის გადასახვევსაც გამოვცდით. ფაქტიურად უკვე ჩამოვსისინდით, ბევრი არაფერი აღარ დაგვრჩა. კიდევ ერთხელ კონკრეტდები, რომ CF Moto Georgia წამოდით და გავაკეთოთ ჩელენჯი. მე ძალიან გამიხარდება და მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ მაქსიმალურად სადაც შევძლებთ და როგორც შევძლებთ CF Moto Georgia დამითაგეთ. ყველგან აბსოლუტურად. რომ მივაწვინოთ ხმა. ახლა კი მეგობრებო, წავიდეთ. კაი, გემრიელი ხინკალი. გავიგდოთ ყბაში გემრიელად. ვჭამოთ და დავასრულოთ ვიდეო. მოგეთ, ამ ადგილს ახლა ესე რეკომენდაციას ვერ გაუწევ. ამას წინათ ვიყავით, ერთ-ერთი ესე კრუგი გავაკეთეთ და ახლა ამ კრუგზე ძალიან ხშირად დავდივართ ხოლმე და просто რავჭამოთო და სადღაც Facebook-ზე რეკომენდაციები და ასე შემდეგებით მოვაგენით ერთ ადგილს, რომელიც როგორც მახსოვს, რავი, ხინკალი გემრიელი ქონდათ. მაგრამ ეხლა ამ მომენტში რა იქნება და როგორ იქნება, არ ვიცი. ეხლა მივიდეთ ნახოთ. არანაირი რეკლამა მეგობრებო, აი ნახეთ. როგორი სილამაზე არის, აი ხარ რესტორანი, პირდაპირ უყურებს აი ამ ყველაფერს. უკვე ძალიან საკაიფო ადგილია რა, რაიდის მერე შეგიძლიათ შემოირბინოთ. და ხინკალი როგორი იქნება, მაგას ეხლა გავიგებთ. აი აქ ესე გემრიელად მოდიხარ. აგერ აქვს თავისი პარკინგები. პაპი სადმე დამაყენებინებ? ისე რომ მანქან არ დამეჯახოს პროსტა. შეიძლება აქ არ გადის ის? აჰა, ოკეი. აი იქ შევალ მაშინ. აი აგერ შევცუნცულდები მე. მე ეს ადგილი მაგრად მევასება რა. ჩავალთ, შევუკვეთავთ აქ მოკეთ. ესე მიდიხარ. აქეთ ამ ადგილას. სული გადავიკიდებ ხო? ესე უნდა მეჭიროს. მოკეთ აქ სური იგია ხოლმე რა. მენა საგიჟეთი ხდება. აქ მიდიხარ უკვეთავ, მე იჯდები და მოვაქვთ რა. იქით არის ფაცხები და რაღაცები, სადაც იდან დაждები. ჯამთელობ ჯანი ფული გამარჯობა 10 ხინკალი მინდა და ლიმნის ლიმონათი ესე მიდიხარ უკვეთავ და მე მიდიხარ სადაც იდან ჯდები და კპოულობენ რა პროსტა რანაირად კპოულობენ მე არ ვიცი ამო ეხა ჩვენ დავждეთ იცი საათ რომ ჩემთვის ვიყო წყნარად და შვიდ ვიმე რამდენი ხალხია დღეს დღეს ძალიან ბევრი ხალხია მოგეთ მე ხალხო ვარ ინტროვერტს ეძახიან მე მგონი თლათ ეგეთი არა სასტავში თუ ახლო ადამიანებთან ჯიგარო ვარ მაგრამ ხალხში აუ ვერ ვიტან ბევრ ხალხს რა მენა თავი მტკივდება და ასე შემდეგ აუ მენა საჩემო ადგილი ვიპოვე ვაფშე მოწყვეტილში შენთვის ჯიგრულად არა ხელს არ შეგიშლის დავდოთ აქ აი მოვთავსდები ხა მოკეთ ეს ადგილი მაგრად დამევასა მაშინ რომ ვიყავით რა იმიტომ რომ რაღაცნაირია უნებაში არის აქეთ დინარე ჩამოდის მოკეთ კაი ადგილი არა და მაშინ რომ ვიყავით და ხიკალი ოჭამეთ რავი ნორმა ცუდი არისო მომეწონა ხა ვნახოთ ამ ჯერზე როგორი იქნება არა ხინკალი მოვა
ყელი ჩავიგრილოთ, ჩავიხრიალოთ. ის გევასებათ ლიმნის ლიმონადი, დამიწერეთ კომენტარებში. მე მაგრამ ევასება. ზოგადად გაზიანს არ სვა, მაგრამ ინკალთან ერთად ლიმნის ლიმონადი რატომაც მიყვარს. მოგა სანამ ჩვენი შეკვეთა მოვა ორი სიტყვით რო ვთქვათ, ეხლა რავი, კი მიხვდებოდით რეალურად რა როგორანაირად. ძალიან მაგარი მოტო მომკლეთ რა, ვისაც გინდათ ყიდვა, არც დაფიქრდეთ ეგრევე წადით და იყიდეთ რა. ერთადერთი საერთო აი კომპლექტაციაში მაქსიმალურად ეცადეთ რომ მაქსიმალური კომპლექტაცია აიღოთ რა. ეხლა მე ზუსტად არ ვიცი რა კომპლექტაციები აქვს, იმიტომ რომ არ ჩავძიებულო არა ესე სიღრმისეულად, მაგრამ CF Moto Georgia თუ დამიკავშირდება, აუცილებლად სიღრმისეულად ჩავძრები ყველაფერში, რაც საჭიროა. მაგრამ აი ეს რაღაცა ჰენდგარდები უნდა კონდეს, ჩანთებიც რო კონდეს გაასწორებ და რული უნდა შეიცვალოს. ნუ კარგი, ბევრ რაღაცას შევცვლიდი მე პირადად რა, ანუ ჩემ გემოვნებას რომ მოვარგო და ასე შემდეგ. ბევრ რაღაცას დავანასტროიკებდი მოკლედ რა. მაგრამ აი მენა ესეთი მოტოა რა. ცოტა სიმძლავრე უნდა მოუმატო რომ კარგად იაროს და აი კანფეტ. ჩვენი ხინკარიც მოვიდა. მადლობა. პირველი ჩაგბეჭა გემრიელი. ჩვენი გვაქვს. მოგათ ხინკალი ნუ. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესოა, მაგრამ ნორმალურია რა აქ თუ გამოვიდით. აუცილებლად შეიძლება ჩამოიერო. ესეც ხელუნდაზე და აი ამ ხინკლით თქვენ გაგიმარტოთ მეგობრებო. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ და შევხვდებით შემდეგ შაბათს 10:09-ს. აბა დროებით.